მე ყოველთვის თვითონ ნამუშევრით მონაწილეობ ხოლმე ან ორი ნამუშევრით ჩვენს მიერ ორგანიზებულ გამოფენებზე, მაგრამ პერსონალური გამოფენა სულ მქონდა სამი პერსონალური გამოფენა. ხელოვნების მუზეუმში, ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, აჭარის ხელოვნების მუზეუმში იყო და ადრინდელ მხატვრის სახლში. დრო ძალიან მცირე მრჩება მუშაობის პერიოდში, არ არის ესე ადვილი. შეუთავსო ამ ხელა ინსტიტუციის ხელმძღვანელობა და იმის შემოქმედებითაც ვიფიქრო, არ არის მარტივი, მაგრამ ვახერხებთ როგორღაც. ეს არის ტემპერა და გუაში. ძალიან იშვიათად აკრილი. არ მიყვარს აკრილის საღებავები. ეს არის რაღაცა უხარისხო, დროებითი გამოსაყენებელი საღებავია და დროთა განმავლობაში ის კარგავს ეფექტს. მე მაქვს მთელი სერია გაკეთებული წყალქვეშა სამყაროსი. ეს წინა პერიოდის ნამუშევრები არის და ნაწილობრივ ზოგიერთი ნამუშევარი ამ სერიიდან არის გამოფენილი. ეს აბსტრაქცია გახლავთ. ტემპერის საღებავებია გამოყენებული. მაღალი ხარისხიანი საღებავებს ხმარობს საერთოდ. ან ჰოლანდიური უნდა იყოს, ან ფრანგული. მე თვითონ ვამუშავებ შემდეგ საღებავს ისე როგორც მე მჭირდება და შემდეგ ვიყენებ უკვე სურათს. ეს აპრობირებული მეთოდია, ბევრი მხატვარი აკეთებს ესე, რომ ჩემს გემოზე უნდა მოვიყვანო თვითონ საღებავი და მე გამოვიყენო უკვე სამუშაოდ. აი ესეც ნატურმორტი გახლავთ. ოღონდ როგორი ნატურმორტია ხედავთ? აი ცოტა რაღაც მისტიური ისა აქვს რა. ესეც წყალქვეშა სამყარო წინა პერიოდში გაკეთებული ნამუშევრებიდან. ეს არის თაგრეხილები. მთვარიანი ღამე. ეს წყალქვეშა სამყარო ხო? თემას აგზელებს, დიახ. მოაკაია. აბსტრაქცია გახლავთ. ეს მისტიური ლანდშაფტია. ერთ-ერთი ვარიანტი გახლავს კიდე. ჩემი ნიკოლას პორტრეტია, თემებურად დანახული, უფრო ახალგაზრდობის წლებში და დაფიქრებული, ჩაფიქრებული, სევდიანი. ესეც თემა არის წყალქვეშა სამყაროსი. ესეც აბსტრაქცია გახლავთ. გრაფიკული ფერწერა, ხო? ეს როგორია, იცით, ეს არ არის სუფთა გრაფიკა, თვითონ ტექნიკა გრაფიკის არის, მაგრამ არის გრაფიკული ფერწერას ესე არის თანამედროვე ხელოვნებაცოდნეობის კუთხით დანახული ესეთი ნამუშევრები. ხედავთ, რომ ყველაფერი ზოგიერთი შესრულებულია მუყაოზე, ქაღალდზე, არის გრაფიკის საღებავებით, ეს არის გამოყენებული გუაში, ტემპერა და გამოდის რომ ეს არის მაინც გრაფიკა, ოღონდ არის ფერადოვანი გრაფიკა. გრაფიკა მოგეხსენება, მხატვარი ხარ რანა და იცი გრაფიკა მაინც მშრალი, იმით ოფორტი, ლითოგრაფია ეცედი და